მე თავიდან დავსვი კითხვა პრაქტიკულად ჩემი მოსაზრება არ გამომითქოს დავსვი კითხვა იმიტომ რომ მართლაც მაინტერესებდა რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული და კონკრეტულ საფრთხეებს ვითხოვ რას გულისხმობს როდესაც ამბობენ რომ ჩვენ პირად ცხოვრებაში შემოიჭრება ID ბარათი როდესაც ყველა თან ხდება რომ პირად ცხოვრებაში და ჩვენ პირად ცხოვრებაზე ინფორმაცია ისედაც აქვს სხვადასხვა ბარათების თუ სხვადასხვა მონაცემთა ბაზის საშუალებით კონკრეტული არგუმენტი ვერ მოვისმინე და არ არსებობს კონკრეტული არგუმენტი, რაზე არის საუბარი, რა საფრთხეებზე, მაგრამ აქ არის ერთი მიზეზი. ეს ყველაფერი მოდის, ეს პრობლემა და ამაზე საუბარი მოდის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან. ეკლესია სწორედ ცდილობს აი ამ ხერხით, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მასების კონტროლი ხდება ამ ID ბარათით, დღეს მასების კონტროლს ეწევა ეს ეკლესია, რომელიც ნერგავს აი ამ პანიკას, რაღაცა აკვიატებულ იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ID-ს სიმშვიდე ძალიან რომ ID ბარათები წარმოადგენს რაღაცა საფრთხეს. მოусმინეთ ეს არის სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ დღეს სწორედ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მართავს ეკლესია, რომელიც მათ არ აძლევს განვითარების საშუალებას, მათ უნერგავს, რომ რაღაცა სისულელეები წარმოადგენს რაღაცა საფრთხეს. არც ერთი არგუმენტი არ მომისმენია მე აქ, რომ მართლა რაღაცა საფრთხესთან არის ეს დაკავშირებული. ეს არის მთავარი პრობლემა. ეს არის სიბნელის ტირაჟირება, რომელიც დღეს უნდა ეკლესიას იმისათვის, რომ მართოს, იმისათვის, რომ ქონდეს ყველაზე დიდი ძალაუფლება და ეს ასეც არის. მას აქვს ყველაზე დიდი, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს დღეს იმდენი ძალაუფლება, რამდენიც აქვს ეკლესიას. აი ეს არის ამის ძალიან ნათელი მაგალითი. ძალიან დიდი მადლობა.